ეს ერთადერთი სკულპტურული გამოსახულებაა ისტორიული იშხნის ტაძრიდან. უნიკალურ დღემდე უცნობ ბარელიეფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ექსპედიციამ იშხნიდან შორს რიზეს მუზეუმში მიაგნო. მასზე დედა ღვთისმშობელი ღრმით და უცნობი საერო პირი მაკეტით ხელშია წარმოდგენილი. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა გვიხსნის, რელიეფზე გამოხატული საერო პირი სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი დამფინანსებელი უნდა იყოს. ეს არის რელიეფი, შუაში არის გაფორმებული, მაგრამ ძირითადად კარგად არის შენარჩუნებული, სახეები არის დაზიანებული და ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან მაკეტით ხელში ერისკაცი. ეს მაკეტი უნდა იყოს სავარაუდოდ ეკვდერის ან კარიბჭის. ძალიან საინტერესო ფორმა აქვს ღვთისმშობელს ღრმით, ნახეთ, ძალიან კარგად არის დამუშავებული ტანისამოსი, ღრმაკვეთაა ძალიან და ძალიან ისეთი ორიგინალური ფორმა, ხელი აქვს მოხვეული ღრმას ღვთისმშობელისათვის. ქვას არქეოლოგიური გათხრების დროს თურქმა სპეციალისტებმა მიაკვლიეს, თუმცა ქართველი კოლეგებისთვის დღემდე მისი არსებობა არ გაუმხელიათ. რელიეფი მუზეუმში დაახლოებით 1 წლის წინ გადაუტანიათ. არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელიც წარმოებდა სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, ამოუჩენია ჩვენ თურქ კოლეგებს იშხანში ერთი ძალიან საინტერესო რელიეფი, მაგრამ სამწუხაროდ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ და საერთოდ სამეცნიერო საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ეს რელიეფი დაგვდა რიზეს მუზეუმში და თავიდანვე მიექცია ყურადღება როგორც ქრისტიანულმა ნიმუშმა, მაგრამ შემდეგ რომ დავაკვირდით, მასზე იყო გამატებითი წარწერები, დედა ღვთისაი აწერია. სამწუხაროდ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ადგილას აღმოჩნდა ეს რელიეფი, იმისათვის რომ წარმოდგენა შევიქონათ თავდაპირველად რაც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდები. აღმოჩენამ ქართულ სამეცნიერო წრეებში გამოხმაურება უკვე ჰპოვა. რელიეფი, რომელსაც ანალოგია არ ეძებნება, მნიშვნელოვანია როგორც იშხნის ტაძრის, ისე ქართული ხელოვნების ისტორიისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს საქტიტორო რელიეფი სრულიად უნიკალურია. საქართველოში არის არაერთი ამ ტიპის ქანდაკება დაცული, ზოგი თურქეთის ტერიტორიაზეა, ზოგი საქართველოს ტერიტორიაზეა. მე გაჩვენებთ ახლა ფოტომასალას და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განაცხადო, რომ მსგავსი იკონოგრაფია, მსგავსი კომპოზიცია ჩვენ ჯერ არ შეგხვედრია და ეს თავისთავად საინტერესოც ხდის მას საკვლევად. ვინაიდან აქ არის გამოსახული საერო პირი, გარკვეული მაკეტი და ეს მაკეტი არ უნდა იყოს მთლიანი ეკლესიისა, სავარაუდოდ თავისი ფორმიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ეკვდერის ან კარიბჭის მაკეტი. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ერისკაცი არის დამფინანსებელი ქტიტორი სწორედ ეკვდერის ან კარიბჭისა, ასეთები კი ძირითადად განთავსებული იყო იშხნის ტაძრის სამხრეთ მონაკვეთში. არქეოლოგიურმა გათხრებმაც აჩვენა და ტაძრის კედლებზეც არის კვალი ამ კარიბჭისა და ეკვდერებისა და როგორც ჩანს ერთ-ერთი დამფინანსებელი ქტიტორი გახლავს სწორედ ეს საერო პირი. სხვათა შორის ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა ეკვდერში პრაქტიკულად აღმოჩნდა სამარხები, რაც იმის ნიშანია, რომ საერო პირები როგორც ჩანს აშენებდნენ ამ ეკვდერებს თავიანთ საძვალედ. სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში ასევე რამდენიმე უცნობი წარწერაც გამოვლინდა. მინაწერები ისტორიული წაოს, შავშეთისა და კოლას ძეგლებზეა შესრულებული. ისტორიკოსი ნიკოლო იშხენდი ახლა მასალის ასლებს გვაცნობს. აქედან ყველაზე გამორჩეული ერისთავ საბულასანის წარწერაა, რომელიც ცენტრის თანამშრომლებმა წლების წინ აღმოაჩინეს, თუმცა დედანის პალეოგრაფიული ასლის გადაღება მხოლოდ ამ ვიზიტის ფარგლებში შეძლეს. ოთხთა ეკლესიის ამ უცნობ ნაწერზე კი დაუკლარჯეთის ცნობილი საგვარეულო დაფანჩულები იხსენებიან. ეს არის ოთხთა ეკლესიაში ახლად აღმოჩენილი ნაკაწრი წარწერის პალეოგრაფიული პირი, ან პალეოგრაფიული ასლი. ჩვენ ეს შევასრულთ ამ ექსპედიციის ფარგლებში და ეს არის უცნობი წარწერა, აქ იხსენიება დაფანჩულეთი, ეს არის ნუსხური ნაკაწრი წარწერა, მნიშვნელოვანი არის, რომ საკმაოდ ძველი არის და გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან იხსენიება დაფანჩულეთი, როგორც ჩანს, ოთხთა ეკლესიის მიდამოები ეკუთვნოდა სწორედ ამ დაფანჩულების ფეოდალურ სახლს. ჯერჯერობით ამაზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვით, ამას საჭიროებს ეს წარწერა კიდე მომავალ კვლევას. დღეს უკვე გვაქვს ზუსტი პალეოგრაფიული ასლი და სამეცნიერო პუბლიკაციისთვის ეს მზად არის. ეს გახლავთ ძალიან საინტერესო წარწერა, ტაუკლარჯეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერების შორის ერთ-ერთი საუკეთესოდ შესრულებული და შენახული. აქ უნდა იყოს მოხსენიებული ჩვენთვის ნაკლებად და ცუდად ცნობილი ისტორიული პირი, ერისთავთერისთავი აბულასანი, სავარაუდოდ გუზან ტავოსკარილის მამა უნდა იყოს.
ცენტრის საგრანტო პროექტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლების გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიული ციფრული ვებ-რუკა შეიქმნება, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ შეეძლება ეკლესია-მონასტრების, ქალაქის, სოფლის, ნაქალაქარის და სხვა ისტორიული ადგილების დასახელება, თარიღი, მდებარეობა, სტილი და სხვა სახის ინფორმაცია მოიძიოს. ჩვენი პროექტის ტაო-კლარჯეთი გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა, ამ პროექტის მიზანია ნებისმიერი ისტორიული ძეგლი მიუხედავად თავისი მასშტაბისა, მნიშვნელობისა, მდებარეობისა და დაზიანების ხარისხისა შევიდეს ამ მონაცემთა ბაზაში. მათ შორის მონაცემთა ბაზაში აუცილებლად უნდა იყოს ინფორმაცია წარწერების შესახებ. აღნიშნული მონაცემები გისის პროგრამაში მიებმება კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს, რაც მკვლევარებს საშუალებას მისცემს წერილობით წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ცნობები მათთვის ასურველ საძიებო რეჟიმში ოპერატიულად მიიღონ.